2011 წელს სურამში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან კომპენსაციის თანაბარ განაწილებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით დაზარალებულების ნაწილმა სოლიდური თანხა მიიღეს, ნაწილმა კი მიყენებული ზარალის მეოთხედი. არავისდროულად არის განაწილებული. 300 ლარი მაქვს მე დავლა სართულებს სულაც და რამდენი ბიტონები და ის წაიღო სულაც ხალხი. და თელ ზაბორი წაიღო. აი ასეა 300 ლარია ჩემს გამონაწილებული. გუშინ ამოვიყავ მეოთხე კომისია. რა გააკეთეს მაგას? არაფერი. არ 5 ლაპარაკ, 5 წუთი არ ლაპარაკობ, შეკითხვა არ დააწყდა ხა. წყვილე. რამდენი ჩემნაირი? დანგრეულია შენობა იქ, ახლაც ისია ყველაფერი. 5 წუთი არ ლაპარაკია. მე დამოვალე საბუთაის მოძება. 5 წუთი არ ლაპარაკია. იმ დღეს ვერ გავაკეთე, ფული აღარ მქონდა. ჩავედი მესამე დღეს. რომ მივედი. შევხედე 1400 მაგივრად ეწერა 1080 ლარი. უთფად ჩამომაკლეს რამდენი, რატო? ამ თანხა ჩამოგაკლეს? ხო, ხელი მოამწერინეს. და მე ჩამოვაგდა თანხაი. ჩემი ეზო გაფუჭდა 30 მეტრა 300 ლარი მომცეს, მაგაზეც უარი არა ვთქვი. ეხლა შევეკითხე ბატონ დათოს, მე ვუთხარი ჯებირსა გამიკეთებთ. ის 300 ლარი მე არ მეყოფა და გავაკეთებთო. კმაყოფილი ვარ თუ გამიკეთეს. იცოდეთ რა, ჩვენ წავედით იმაზე, რომ იყო დაპირება და დაზარალებულ მოსახლეობას ხაშურის მაჟორიტარი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. ვალერი გელაშვილი თანხის არათანაბარ გადაწილებას კონკრეტული მიზეზით ხსნის. არ ვიცი, ეგა კომისია არის, იმაშობა ადგენს და ახლა მე ახლა ჩვენ პირველი თანხები რაც იყო წარდგენილი, ჩვენის თანხები ვერ მივიღეთ. ამიტომ რაც მეორე ჩვენ იმას გქენთ, ყველას მოუწია თანხის შემცირება, ამიტომ რაიონს შაშუალებაც აქვს, რაიონის ბიუჯეტს ის გავანაწილეთ და თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან მივიღეთ თანხები, ისიც განაწილება და ის დარეგდება. კომპენსაციისთვის ხაშურის ბიუჯეტიდან 6000 ლარზე მეტი გამოიყურის გამოც მიმდინარე წელს საბავშვო ბაღების შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები გადაიდო. ხაშურის აგრებლოს თავმჯდომარეს განცხადებით დაზარალებულებს კომპენსაციის მიღება მომავალი კვირიდან შეეძლებათ. ჩვენ ახლა დღეის გამარებით გამოყოფილი გვაქვს 640.000 ლარი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს თანხა დასამატებელი გახდება კიდე. ინფრასტრუქტურული პროექტები ხო შეჩერდა? ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეგვჩერებია. ჩვენ ყველას, როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს, ყველა პროექტს დაფინანსდება როგორც თავრობიდან, რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან, ასევე მიმდინარე პროექტები. 2011 წელს მდინარე სურამულას ადიდების შედეგად ხაშურსა და სურამში 1000-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა. სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა, დაზარალებული მოსახლეობა კი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ვითარების დარეგულირებას ითხოვს.